კითხვაზე თუ რატომ უნდა დაიცვას ქართულმა მძღოლმა წესები და დაუცველია თუ არა ის უფრო მეტად ვიდრე სხვა ქვეყნებში, არის პასუხი შემდეგი. ზოგადად წესი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა ის დაიცვას და არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ქართველი თუ სხვა ეროვნების. თუ გადავხედავთ გზებს, იმდენად დატვირთულია მოძრაობა, რომ ორმაგად საჭირო არის მოძრაობის წესების დაცვა და სტატისტიკას რომ გადავხედოთ 2 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად გაორმაგებული არის საგზაო შემთხვევები. შესაბამისად, დაუცველი არის როგორც მძღოლი, ასევე ფეხით მოსიარულე და ის ხალხი, ვინც ტრანსპორტით გზავრობს. ამ ყველაფერს პრევენციას გაუკეთებს საგზაო წესების დაცვა. ყველა ქვეყანაში ხელისუფლება ცდილობს გაუმჯობესოს ინფრასტრუქტურა, აშენოს ახალი გზები. ბუნებრივია საქართველოშიც ინფრასტრუქტურა კეთდება, ახალი გზები შენდება, მაგისტრალები. ყოველივე ეს ხელს უწყობს მანქანის სწრაფად მოძრაობას. შესაბამისად, აქ აუცილებელი ხდება მძღოლმა დაიცვას საგზაო წესები, რათა დაცული იყოს როგორც თვითონ, ასევე მისი მგზავრი და ფეხით მოსიარულეც. საქართველოში სანამ ღვედის გამოყენების კანონი შემოვიდოდა მის აუცილებლობაზე, ხშირად ცდილობდნენ მძღოლები ამ კითხვას მე ვმოძრაობ ნელა და რატომ უნდა გამოვიყენო ის. კვლევებმა აჩვენა, რომ 40 კმ/სთ სიჩქარით, როდესაც მოძრაობს მძღოლი, ფაქტობრივად უტოლდება დაჯახების სიმძლავრე მეორე სართულიდან გადმოვარდნას. შესაბამისად, დაბალ სიჩქარეზეც აუცილებელია ღვედის გამოყენება. როდესაც მძღოლი მოძრაობს 40 კმ/სთ სიჩქარეზე ზევით სიჩქარით, შესაბამისად დაჯახების ძალაც მატულობს, ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს დაბალი სიჩქარით მოძრაობთ თუ მაღალით, ღვედი არის აუცილებელი რომ გვეკეთოს და გვიცავს. სპეციფიურმა ტესტებმა აჩვენეს, რომ ღვედის გამოყენება საჰაერო ბალიშთან ერთად 50-დან 60%-მდე შეამცირა დაზიანების ხარისხი. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ღვედი. ესე იგი, სანამ კანონს მივიღებდით საქართველოში ღვედის გამოყენების აუცილებლობაზე, მანამდე იყო კვლევები ჩატარებული და შედეგები იყო შემდეგნაირი, რომ მაგისტრალებზე გამოყენება ღვედის ხდებოდა 51%-ის მიერ და 39% შეადგენდა ადამიანები, რომლებიც მძღოლის გვერდზე ისხდნენ. ქალაქში იყო სულ 1% მაჩვენებელი, როდესაც მძღოლი ან მის გვერდზე მჯდომი იყენებდა ღვედს. ჩვენს მიერ ჩატარებული აქციების შემდეგ და საბოლოოდ კანონის მიღების შემდეგ ეს პროცენტი ძალიან შეიცვალა და საბოლოო შედეგი მივიღეთ ის, რომ 91% მთლიანად ქვეყნის მასშტაბით იყენებს ღვედს მძღოლის და მის გვერდზე მჯდომი მგზავრი 89% შეადგენს, ვინც ღვედს იყენებს. საქართველოში ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს, თუმცა რაც კანონი გამკაცრდა და გაიზარდა ჯარიმის რაოდენობა, პრობლემამაც იკლო, თუმცა ბუნებრივია ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის ნასვამი მძღოლის მიერ საჭის მართვა. ამ დროს მძღოლს უკვე ითდება რეაქციები, ესე იგი გზა ხდება ბუნდოვანი, შესაბამისად არა მარტო თავის თავს უქმნის ის საფრთხეს, ასევე საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს, რომელსაც ის ვერ ამჩნევს, ან გვიან აფიქსირებს მაღალი ალკოჰოლის დოზის გამო. შესაბამისად, ვეღარ ასწრებს რეფლექსებას, რადგანაც დაქვეითებული აქვს დამუხრუჭებას და ზიანდება როგორც ის, ასევე სხვაც.
საქართველოში 12 წლამდე ბავშვის წინდასმა კანონით იკრძალება და ყოველდღიურად მიუღებელია უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. 12 წლამდე ბავშვის სიმაღლე და წონა ავარიის შემთხვევაში არ არის მზად იმისთვის, რომ საჰაერო ბალიშის დარტყმის ძალას გაუძლოს. ძალიან ხშირ შემთხვევებში ხდება ხოლმე ისე რომ ავარიის ხარისხი იმდენად დიდი არ არის, როგორც საჰაერო ბალიშის გახსნის შედეგად მიყენებული ტრაუმა. ესე იგი 12 წლამდე ბავშვები უნდა ისხდნენ უკან შესაბამის სავარძლებში. აუცილებელია მშობელმა იცოდეს ინსტრუქცია თუ როგორ უნდა ჩასვას ბავშვი სპეციფიურ სავარძელში. ასევე მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ არ იყოს სავარძელი მეორადი. შესაბამისად, თუ მეორადია, მას ეკარგება პირველადი ფუნქცია და იმ უსაფრთხოების ნორმებს, რომელსაც სპეციფიური სავარძლები ითვალისწინებს, ის ვეღარ უზრუნველყოფს. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვი რო წინ არ დავსვათ შემდეგი მიზეზების გამო. მძღოლს მთელი ყურადღება გადატანილი აქვს ბავშვზე და არა გზაზე, რომელზეც ის მოძრაობს. შესაბამისად, რო იყოს დაცული მძღოლიც და მისი მგზავრიც, აუცილებელია, რომ ბავშვი ჩავსვათ უკან ან სპეციფიურ სავარძლებში.